ლაშა გითხარით თქვენ პირველ რიგში მოახერხეთ თუ არა დღეს მცირე კომუნიკაცია მაინც ძმასთან როგორ არის რა შეგიძლიათ გითხრათ და გამამხნევებელი შეძახილებით იქ მივესალმებით თქვენ მაყურებელს მისი მდგომარეობა იმდენად ხნეთ არის მართლა რომ ჩვენ გარეთ მყოფი ადამიანები არ ვართ მგონი ეგეთ განწყობაზე როგორც ის არის ციხეში არ ვიცი ეს როგორ ხდება რანაირად მაგრამ სხვა შორის აბსოლუტურად ყველა დატყვევებული ადამიანის ოჯახის წევრებს როგორი ინფორმაციაც მაგ ყველა ესე გზნობს თავს, იმიტომ რომ მართალი ადამიანები არიან, იციან რომ დიდი რაღაცა უსამართლობა შეეჯახნენ და ალბათ ეს სიმართლეა რაც მათ ხნეობას განაპირობებს. ყველა ყაიმანზე აბსოლუტურად პირველი სიტყვა იწყება რომ მე დიდხანს აქ არ ვიქნები, ძალიან მალე გამოვალ ჩაგეხუტები. ხო, დღეს რაღაცა ურთიერთგამხნევება იყო, ხო, დარბაზშიც. აქედან დარბაზის მხრიდანაც შეძახილები გვიყვარხარ ნიკა და მე სამწუხაროდ ვერ ვახერხებ თვითონ პროცესებს დავესწრო ძირითადად გარედან ფანჯრიდან უყურებ, მაგრამ ეს ზღვარიც ვფიქრობ რომ ალბათ არ ვიცი. იმასაც აძლიერებს ვფიქრობ და მეც, იმიტომ რომ ვიცით რისთვის ვიბრძვით. ვიცით რა ბრძოლაში ვართ ჩართულები და როგორ სისტემასთან შესაბამისად კეთილი. კი ბატონო. ნინო, გითხარით ახლა თქვენ დღეს დილიდან მედია ყვება რომ მტკიცებულება რომელიც თქვენ მოიპოვეთ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ეს დოკუმენტი რა სასამართლოში მიიტანეთ თავდაყირა აყენებს ფაქტობრივად ბრალდებას რასაც უყენებენ ნიკა კაციას გითხარით აი ამ მტკიცებულების შესახებ რა თქმა უნდა თავდაპირველად საქმის მასალებს როდესაც გავეცანი ნიკოლას კაციას თითქოს და უარი ქონდა გაცხადებული მასთან დაკავშირებით რომ ნარკოლოგიური შემოწმება მომხდარი იყო ნიკოლოზის თუმცა მასთან გასაუბრების შემდგომ მან განმიმარტა რომ მოტყუებით მოაწერინეს ხელი ამ დოკუმენტზე ვინაიდან დაპირდნენ რომ მაინც მალე გიშვებთ და რატო დავკარგოთ დრო და ამის დაიჯერა და შესაბამისად ყველა ეტაპზე ეჯერა ნიკას როგორც თვითონ მიყვება რომ რა თქმა უნდა როგორ დავიჯერებდიო მეუბნება როდესაც არაფერი არ მოუღეთ მოლოდინიც არ მქონდა რომ რაიმე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყებოდა ეს დაკავების დროს დაკავდა მალევე ხდებოდა ხომ როდესაც იქ რა თქმა უნდა დაკავების ღამე სანამ იზოლატორში მოათავსებდნენ როდესაც უკვე ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს სწორედ იქ შედგა ეს დოკუმენტი და შესაბამისად ნიკას გადმოცემითაც მითხრა რომ რაღაცაზე მომაწერინეს ხელი. როდესაც საქმის მასალებს გავეცანი, ვნახე რომ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ქონდა უარი გაცხადებული, თუმცა მითხრა რომ არო მე უარზე არ ვიყავიო და პირიქით ვითხოვდიო, იმიტომ რომ არ ვარ მომხმარებელი და შესაბამისად მინდა და კიდევაც რომ შემოწმებულიყავი, მაგრამ ვინაიდან დამპირდნენ რომ მალე გამანთავისუფლებდნენ, რა თქმა უნდა დავეთანხმება. ამასთან მიმართებაში, როდესაც მე ჩავეძიე და რა თქმა უნდა დაცვის მხარე, როდესაც რაიმე საგამოძიებო მოქმედებას თუ საპროცესო მოქმედებას გეგმავს, მოლოდინებიც რა თქმა უნდა შესაბამისად ადეკვატური უნდა იყოს იმ მოსალოდნელ შედეგებთან მიმართებაში. ვინაიდან ჩვენ როგორც ასეთი არ მოვიპოვოთ ისეთი მტკიცებულება, რომელიც საბოლოო ჯამში საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი დაცვის ქვეშ-ყოფისთვის. რა თქმა უნდა, წინასწარ ჩავეკითხე და ნიკოლოზმა განმიმარტა, რომ კატეგორიულად უარყოს საერთოდ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება და თავისთავად ამის შემდგომ პროკურატურასთან უშუალოდ პროკურორს მიუმართე ვიშუამდგომლე, რომ დანიშნულიყო ნარკოლოგიური შემოწმებასთან დაკავშირებით ექსპერტიზა, რასაც რა თქმა უნდა უარი მეთქვა. საბაბით ეს არის ძალიან საინტერესო. მე თავისთავად გარე დამკვირვებელი ამას მიხვდება, მაგრამ აი განმარტება თითქოს უნდა ყოფილიყო ეს ბრალდების ინტერესში, არა? დიახ, რა თქმა უნდა, სწორედ ჩემი დასაბუთების ნაწილში სწორი ზუსტი და ობიექტური გამოძიება რო ჩატარებულიყო და თავად პროკურატურის ინტერესში ყოფილიყო და გამოძიების ინტერესში ის რო სრულ ჭეშმარიტება დადგენილიყო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ამ მოტივით მიუმართე, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, მოლოდინიც სწორედ და ჩვეულებრივ სამართლიან სახელმწიფოში ხო სწორედაც ეს არის, რომ უდანაშაულო პირი არ მიეცეს შესაბამისად პასუხისგებაში. მოვითხოვე ამ დასაბუთებით, მეთქვა უარი, რომ თავად მე როგორც დაცვის მხარეს და როგორც მხარეს მქონდა მეც ამის შესაძლებლობა, რომ დამენიშნა. რა თქმა უნდა, ნუ ამ ვადებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების პერიოდში ვადები აქვს სისხლით იქნება თუ ასე ვთქვათ, სხვა ბიოლოგიური მასალით, თუმცა ერთ-ერთი რაც ალტერნატიული საშუალება არის, რომელიც უფრო დიდი ხნით ინახავს ინფორმაციული არის და დიდი ხნით ინახავს ამ ინფორმაციას, ეს არის თმის ღერიდან. შესაბამისად, სამხარაულის ეროვნულ ბიუროში საექსპერტო ეროვნულ ბიუროში დავნიშნეთ ჩვენ თმის ღერიდან საექსპერტო კვლევა, რომელსაც უნდა დაედგინა ნიკოლას კაციას ორგანიზმში იყო თუ არა რაიმე სახის ნარკოტიკული საშუალება. არა ის კონკრეტულად მხოლოდ ის კოკაინი, რომელიც თითქოს და მის ჯიბიდან იქნა მიღებული. აუ ნებისმიერი ვინაიდან ლავირების საშუალება არ ქონოდა მერე მხარეს, რომ
სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოიხმარდა მანამდე, სანამ კოკაინის ასე ვთქვათ შეიძენდა. თუმცა მოგეხსენება თავდაპირველად ჩვენ გვქონდა პრობლემები ექსპერტის ასე ვთქვათ ციხეზე შესვლასთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდა ჩვენ საექსპერტო დაწესებულება და ნამდვილად შევიდნენ ციხეზე, შევედით და შესაბამისი ნიმუშიც იქნა აღებული და დღეს როგორც ექსპერტს არ უშვებდა პენტენციური თუ თავად ექსპერტიზაც უარს ამბობდა სამხარაული ამბობდა უარს თვითონ პენტენციური დაწესებულებას ამაზე უარი არ უთქვამს მე რამდენჯერმე შუამდგომლობითაც მივმართე ბადრაგირების მოხდენაზეც მივმართე ყველა საშუალო რესურსი ანუ შესაძლებლობა რაც იყო ყველა რესურსი გამოვიყენე და საბოლოო ჯამში თვითონ ეს საექსპერტო დაწესებულებასაც სამხარაულსაც მივმართე და საბოლოო ჯამში დათანხმდა ეს ექსპერტიზა რომ ამოვწუროთ ერთი არის მოხმარების ნაწილი თუმცა მას ედავებიან შეძენა შენახვას აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის შეფუთვა რომელიც თითქოს ამოიღეს კაციას ჯიბიდან ხომ რა დადასტურდა ამ ნაწილში ჩემთვის მნიშვნელოვანი არის რაც შეეხება ნარკოლოგიურ კვლევას ვინაიდან ინფორმაციული კონფიდენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე რომელიც თითქოს და სწორი და უტყუარია სწორედ ამ ინფორმაციაში ვკითხულობ და შემდგომ უკვე პატაკის ავტორის გამოკითხვის ოქმში ვინც არის რომ თითქოს ნიკოლოზ კაცია იყო ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი თქონდა შეძენილი და უკანონოდ და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას როგორც თან პირადი ასე ვთქვათ საკუთრებით არამედ სახლშიც მოგახსენებათ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის შევაფასოთ ის რომ პატაკის ავტორის ინფორმაციის სისწორე და სიზუსტე რამდენად ვინაიდან მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები რაც უკვე შემდგომ განხორციელდა მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა და სასამართლოსთვისაც ვფიქრობთ რომ შეფასების ნაწილში თუ რამდენად სწორი იყო ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია პროკურორის რეაქცია იყო დღეს საინტერესო გაიქცა ფაქტიურად პროცესს მედიასაც საპასუხოდ რას ელოდებით აი ამ დასკვნის შემდეგ ფაქტია მათთვის სიურპრიზი იყო ეს შედეგი რაც მიიღეთ მათი მხრიდან რა თქმა უნდა შეეცდებიან და როგორც მხარე დააფიქსირებს პოზიციას ვფიქრობ რომ დაუშვებლობასთან მიმართებაში რომ თუმცა აღნიშნული მტკიცებულება მოპოვებულია კანონის სრული დაცვის და იმ წესების მიხედვით რასაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს თუმცა ვფიქრობ რომ მაქსიმალურად შეეცდებიან რომ აღნიშნული მტკიცებულება არ დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს დღეს უნდა მიიღოთ ისე გადაწყვეტილება სასამართლოს ესეც გითხარით ანუ შესაძლებელი იყო რომ სასამართლოს დღეს ეთქვა რომ მიიღო დაურთო საქმეს კი ბატონო როდესაც მხარე აყენებს შუამდგომლობას სასამართლო ისმენს მეორე მხარის პოზიციასაც ამ მტკიცებულებების დასაშვებად და ეს პოზიცია არ თქვა პროკურორმა არ თქვა პროკურორმა და ამასთან ერთად იმის მტკიცების ტვირთი ანუ დაცვის მხარის მტკიცებულებების დასაშვებობაზეც და დაუშვებლობაზეც პროკურორის მტკიცების ტვირთი არის აქედან გამომდინარე დღეს მივიღეთ შედეგი რომ პროცესი გადაიდო. ლაშა ელოდით ალბათ ასეთ დასკვნას საბოლოო ჯამში დღეს დედის კომენტარსაც ვუსმენდი. არა, მე სიმართლე რომ თქვა, სულ ყოველთვის ადვოკატარდეს გავდივარ კონსტატაციებს და რაღაცებს ვეკითხები, მე ხო ესე ვერ ვერკვევი ჩვეულებრივი მოკვდავების ენით საუბრობ ძირითადად, რომ სხვა მაყურებლისთვისაც ნაცნობი იყოს რაღაცა და რაღაც დეტალებზე უბრალოდ რომ ვეკითხები ხოლმე თავიდან პირველი რაც ვკითხე, იყო ის რომ პირველი ეჭვი მქონდა რა თქმა უნდა ამ ექსპერტიზასაც გააყალბებდნენ და ვკითხე რა ალტერნატივა არსებობს რა შეგვიძლია გავაკეთოთ რაღაცა დამოუკიდებელი ჩავნიშნოთ როგორ უცხოეთში გავაგზავნოთ რაღაც ამ დეტალებს ვარკვევდი იმიტომ პირველი მოლოდინი ეგ იყო რომ ნუ რაღაცას იმაიმუნებდნენ იქ როგორც დაიწყეს საქმე ისე გააგრძელებდნენ და დღეს მაგალითად ცოტა გაოცებული ვარ და ვიძახი იმას რომ საქმის შეკერვაში უნიჭოები არიან. რა ვქნა საბოლოო ფაქტი ეს არის, რომ ერთი რასაც ავალებენ რომ გააკეთონ, ანუ ის ცუდი საქმეც არ გამოვსდით. რაშიც გონიათ რომ პროფესიონალები არიან. ეს არ არის მარტო ჩემი ძმის შემთხვევაში, ხო, ყველა აბსოლუტურად ყველა დატყვევებული საქმეში ვხედავთ მილიონ შეცდომას. რაც ძალიან გავს ერთმანეთს მსგავს შეცდომებს, ახობაძის საქმე, ნიკას საქმე. სამართლები რაღაცა დეტალებში ვერ ერკვია როგორც ნინო, ხო, ჩვენერი ადამიანის ხვდებით რამდენი ლაფსუსია გაპარული. ტაქსის წყლის ჩვენებაზე მინდა გკითხოთ, აი სხვა საქმეებშიც ნეიტრალური მოწმე ფაქტობრივად პოლიციას გამოკითხული არ ყავს. არც ეს ვიდეოა, როგორ ამოიღეს, კიდევ ერთხელ მაყურებლისთვის ვამბობ, აი გაჭრილი ვაშლივით გავს ეს საქმეები 4 საქმე, რაც შეისწავლეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთმანეთს. ტაქსის მძღოლის ჩვენება რატომ იყო მნიშვნელოვანი, კიდევ ერთხელ მაყურებელს ავუხსნათ და რა სწყვება ის, რატომ შეიძლება გახდეს ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე ამ. რა თქმა უნდა, ტაქსის მძღოლის მოძიება მოხდა გამოძიების ეტაპზევე, როდესაც
აპლიკაცია შევისწავლეთ, ტაქსის აპლიკაცია Yandex-ის, რომლითაც ნიკოლოზ კაცია გადაადგილდებოდა დაკავების ღამეს. ამ შემთხვევაში მოგეხსენებათ ინფორმაციას ინახავს და ისტორიას ინახავს აღნიშნული აპლიკაციები, დავეკონტაქტეთ და შესაბამისად კონტაქტზე გამოვიდა, მაგრამ გამოკითხვაზე უარი განმიცხადა იმ მოტივით, რომ ეშინოდა გარკვეული ინფორმაცია გაეცა, ვინაიდან ეშინოდა. თუმცა მე პირველისთვის აქვს ნათქვამი, რომ დაეხმარება კიდევ შეუძლია, მაგრამ რა თქმა უნდა, თუმცა მიმართეთ სასამართლოს ამ მოწმის გამოკითხვასთან დაკავშირებით მაგისტრატ მოსამართლესთან როგორც მოწმის სტატუსი, თუმცა შუამდგომლობა არ დაგვიკმაყოფილდა და გვეთქვა უარი. ამის შემდგომ ორჯერ მიმართეს სხვადასხვა საფუძვლით, ორივე შემთხვევაში მივიღეთ უარი. ამის შემდგომ უკვე, როდესაც წინა სასამართლოს ხდომა და მტკიცებულებების კანონიერების გავლის ეტაპი, ასე ვთქვათ, დასრულდა, შემდგომ ტვ პირველმა მოგეხსენებათ გააკეთა სიუჟეტი ნოდარ მელაძის გადაცემაში, სადაც უშუალოდ მოწმე თავად თვითონ ხმოვანი, ასე ვთქვათ, შეტყობინება სატელეფონო საუბრის საფუძველზე აფიქსირებს, რომ ყლება იმ ისტორიას, მოკლედ ყვება, კიდე მე უფრო ვრცლად მომიყვა იმ შემთხვევაში, როდესაც ნიკოლოზ კაციას დაკავების სცენა აღწერა და რატოა ეს მნიშვნელოვანი პირველ რიგში, იმიტომ რომ ბრალდების მხარემ, როდესაც წარმოადგინა მტკიცებულებები, იქ არის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმები. ამ ოქმებში რამდენად სწორი ინფორმაცია ასახული, ვინაიდან მხარე მოსამართლეც და მხარეებიც ჩვენც, თავად ბრალდების მხარეც, ამ შემთხვევაში პროკურორი, ხელმძღვანელობთ ოქმებით წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. თუმცა პრეზუმპციული სახასიათი არ აქვს ამ ოქმებს და შესაბამისად ის ექვემდებარება გადამოწმებას, შემოწმებას და შემდგომ უკვე საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები ერთობლიობაში განიხილება და საბოლოო ჯამში სასამართლო ამ ფორმატით იღებს გადაწყვეტილებას. აღნიშნულ შემთხვევაში მოწმე თავდაყირა აყენებს იმ ინფორმაციულ, ასე ვთქვათ, ოქმებს, რომელიც ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა და რას ყვება. პირველ რიგში მოგეხსენებათ, არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება, სადაც სასამართლომ დაავალა და შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომ უნდა არსებობდეს აუცილებლად ნარკოტიკული დანაშაულის შემთხვევაში პირადი ჩხრეკისას ვიდეო გადაღება, რომელიც უტყუარად დაადასტურებს და აღარ მისცემს, აღარ გაჩნდება, ასე ვთქვათ, ბევრი კითხვის ნიშანი, რომ ნამდვილად ეკუთვნოდა თუ არა ამ პიროვნებას ეს ნარკოტიკული საშუალება, ან სხვა შემთხვევაში უნდა არსებობდეს ნეიტრალური მოწმე. სასამართლო ასევე უკვე არსებით არც ერთი არ არის სამსახურში. არც ერთი არ არის, რა თქმა უნდა. სასამართლო უკვე ამოწმებს შემდგომ რამდენად ობიექტურად შეუძლებელი იყო თუნდაც ნეიტრალური მოწმის დასწრება პირადი ჩხრეკისას. მოგეხსენებათ, ნიკოლოზ კაციაც დაკავებული არის ისეთ დასახლებულ პუნქტში, ამასთან ერთად არსებობდა ნეიტრალური მოწმე და თავისთავად ეს არ არის დაცვის მხარის, ასე ვთქვათ, ვიდეო გადაღების აუცილებლობა და ნეიტრალური მოწმის აუცილებლობა დაცვის მხარისთვის უფრო ნაკლებად, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია, ვინაიდან თავად პოლიციელების მხრივ თავის დაცვის მიზნით, რომ აი არასწორი ბრალდებები არ განხორციელდეს მის მიმართ, მოგეხსენებათ, მათთვისაც ეს საკმაოდ კარგი საშუალება და კარგი ბერკეტია. ამ პირობებში, როდესაც პოლიცია ატარებს პირად ჩხრეკას, როცა ამის რესურსი ჰქონდათ, არსებობდა ნეიტრალური მოწმეს და მოგეხსენებათ, ტექნოლოგიურ სივრცეში ვცხოვრობთ და გარემოში და პრევენციულად არ მიიღო ზომები იმისთვის, რომ მომხდარიყო ვიდეო გადაღება, ვფიქრობთ, რომ უამრავი კითხვის ნიშანი ჩნდება. ბევრი საეჭვო გარემოება ჩამოშლილია ფაქტობრივად. დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ ნახოთ ახლა მოწმის სხვადასხვა დღეს დავაყენე ამ მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ უკვე ამ სიუჟეტის საფუძველზე შუამდგომლობა და ნუ ნახოთ უკვე ერთი მნიშვნელოვანი თემაც მინდა მოვასწროთ ხოლმე არასათანადო მოპყრობის ფაქტები, მანამდეც გავიგეთ ინფორმაცია ამაზე, რომ იქ მისი ბარათი სხვა სარგებლობდა, საკვები თავდებოდა მასთან მიტანისას, ასე შემდეგ მედიის და ყურადღების შემდეგ აღმოიფხვრა თუ არა ეს პრობლემა. დღესაც საუბრობდა ის დამამცირებელ დამოკიდებულებაზე, როგორ ფიქრობს თავადან თქვენ როგორ ფიქრობთ, თითქოს ამოიჩემეს ერთგვარად სისტემამ რატომ ამოიჩემა ეს? მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ყველასთან მიმართებაში უბრალოდ არის რაღაც მიდგომები აქვს, არ ვიცი, რაღაც სქემა აქვს, რომ რის მიხედვითაც იქცევიან. ხა ნიკუშას შემთხვევაში ხო იყო რაღაცა მცირე დეტალები, რადგან ჩვენთან საუბრობდა, რომ ეკავდა პროცესზე თქვა კი. კი, მაშინაც ეძახდა, ეხა დღევანდელ დღეს რაც შეეხება წინა პაიმანზე ქონდა ნათქვამი, როდესაც გადავყავარო საბადრაგო სამსახურს, არის ერთი კოლექტივიო, რომლის დროსაც მსგავსი რაღაცა დეტალები ხდება. ან ისეთ ადგილზე აღმოჩნდები, სადაც მაგალითად აი აქციაზე რომ ხალხი არის იმათი ცოტა ცუდად განწყობილი ხალხი არის და ცუდი სიტყვებით იხსენიებიან. ნუ რაღაც მსგავსი საკითხები იწევ. ოღონდ აი ამას იძახდა, რომ ერთი რაღაცა კონკრეტული კოლექტივია, რომელიც ასე იქცევა. სხვა შემთხვევაში რაღაც გართულებებს არ ქონია საქმე და
ციხეში რაც შეეხება იქაც როგორ არის იცით, ანუ პერიოდულად ფაქტია რომ რაღაცები ხდება, რაღაცა სახის ზეწოლა ეს. კვებასთან დაკავშირებითაც იყო. ხო, ანუ კვებასთან რამოდენიმე შემთხვევა იყო, მაგრამ ფაქტი ხო არის რომ იყო. ცხადია. დამნიშნულება აქვს რომ ერთი იყოს და ადამიანი რაღაცა ერთხელ დარჩეს მისიერი, ანუ მე ამას მაგალითად წამებად აღვიქვავ, აი ადამიანური გადასახედიდან არაფერი კანონი და არაფერი ფსიქოლოგიური ზეწოლის გატეხვის მექანიზმი. ჩემთვის წამება არის ახლა. ბევრი პატიმარი საუბრობს ასეთი წნეხის ზეწოლის მცდელობაზე საპატიმროშიც და დაპატიმრებამდე. ხო, მხნეობას გისურვებთ თქვენს, რა თქმა უნდა, მხნეობას და თავისუფლებას ვუსურვებთ ნიკა კაციას. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუდიის სტუმარი. ყველას აბსოლუტურად. ყველას კი ბატონო. პატიმრებს. ლაშა კაცია, ნინო ლომინაძე იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები.